კიდევ ერთი სტუმარი დაგვრჩა, ძალიან დიდი სახელი. თქვენ ცნობთ მას, ჩემი და თქვენი მეგობარია, დიდებული მერაბ დვალიშვილი. მივესალმოთ საქართველოს სიამაყეს, რომელმაც დრო გამონახა ჩვენთვის. მერაბ მეგობარო, როგორ ხარ? ძალიან კარგად, შენ როგორ ხარ? ყოველთვის დიდი სიამოვნებაა შენი სტუმრობა. სად ხარ, რა კარგი ფონი გაქვს უკან. ეს შენი სახლია? არა, სინამდვილეში ეს სინდიკატია. UFC-მ გააკეთა ეს პოსტერები და ჯონ ვუდს აჩუქა. ხო და მეც აქ ვარ. ძალიან მომწონს. სხვათა შორის გავიგე, ჯინა კარანო ლაპარაკობდა შენთან ერთად ვარჯიშზე. თქვა რომ შოკირებული იყო შენთან ვარჯიშით და შენი ენერგიით. არ ვიცი მოусმინე თუ არა ნათქვამს, მაგრამ როგორია, როცა ისეთი ლეგენდა როგორიც ჯინა შენზე ასეთ ახტაცებით საუბრობს. რაც გვეტყვი მასთან ერთად დარბაზში ვარჯიშზე. რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო მასთან ვარჯიში. სასიამოვნოდ გავუცდი, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. ვიცი რომ რონდა როუზი ძიუდოს გამოცდილება აქვს, მე ძიუდოდან მოვდივარ და ყოველთვის მხარს ვუჭერდი ძიუდოს, მაგრამ მგონია რომ ჯინა კარანო მოიგებს ამ ბრძოლას. იცი რამდენად მაგარია? როცა ის ჩხუბობდა, მე ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ MMA-ში საერთოდ არ ვიყავი და მისი ბრძოლები ნანახი არ მქონდა. მაგრამ მასთან ვივარჯიშე, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მე ყველაფერს უყურე, ყველა ბრძოლა შევამოწმე. ის ნამდვილი მებრძოლია და ვფიქრობ, რონდა როუზის მოუგებს. ეს შეიძლება UFC-s მებრძოლებს ცუდად გამოაჩენს და ძიუდოსაც, მაგრამ მგონია რომ ჯინა მაინც მოიგებს. მერაბ ჯინას კარგა ხანია არ უჩხუბია. მართლა ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე, იმით როგორ ფორმაშიც არის. დიახ, ძალიან მაგრად ვარჯიშობს, გაოცებული ვარ. დაახლოებით 1 წლის წინ ვნახე სინდიკატში. მერე დიდი ხანი არ მენახა. მაშინ თავისთვის ვარჯიშობდა. ძალიან წყნარი და მორიდებული იყო. ისეთი ჩუმი იყო ვარჯიშის დროს, რომ ზედმეტად 10 კი მივსულა, არ მინდოდა შემეწუხებინა. ჩემი მეგობარი კი მეუბნებოდა, შენი დიდი ფანი ვარო. მაგრამ ახლა ვხედავ ცვლილებას, მისი სხეულით შეიცვალა ვარჯიშის და ყველაფერი. მართლა მაღალ დონეზე ვარჯიშობს და ვფიქრობ, ყველა საჩვენებს თავის ძალას. აქტიურად ვარჯიშობ მასთან ერთად, მხოლოდ რამდენჯერმე მოგიწია? მხოლოდ რამდენჯერმე. სიამოვნებით ვივარჯიშებდი მეც. დღეს დილით ვნახე ღონისძიებაზე, მაგრამ მასთან ერთად არ მივარჯიშია. ხან იყო დარბაზში, ხან არა, ალბათ მოგზაურობდა. მეც მოგზაურობდი ცოდას, მაგრამ ბრძოლამდე კიდევ გვაქვს დრო და მინდა მასთან მეტი ვივარჯიშო. მერაბ, შენი ცხვირი როგორ არის? დღეთი დღე უკეთესადაა. ახლა სპეციალური დამცავი ნიღაბით ვარჯიშობ, რომელიც ცხვირს იცავს. ერთხელ ეს დამცავი გამიტყდა, მოხსნა მომიწია და მაშინვე ცხვირის შემოხვდა. არ იყო სასიამოვნო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მზად ვარ ნებისმიერ დროს, როცა UFC ბრძოლას მომცემს. კარგ ფორმაში ვარ, ვარჯიშობ და უბრალოდ ველოდები მატზარს და კონტრაქტს. ვიჩხუბებ მაშინ, როცა UFC გადაწყვეტს. მე და პიოტრ იანი ვიჩხუბებ. ოპერაცია დაგჭირდა? მეგონა რომ ეს კარგი შანსი იყო, რადგან როგორც ხედავთ, ცხვირი გაბზარული მაქვს. ბოლო გატეხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიბზარა. ვიფიქრე ბარემ გავისწორებ მეთქი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. თან UFC-მ გამომიგზავნა ექიმი. რა თქმა უნდა, UFC-ს არ უნდა რომ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთო, მათ უნდათ რომ მიჩხუბო. მეც ეგ მინდოდა გამეგო. ექიმმა მითხრა, რეაბილიტაცია დიდხანს გაგრძელდებაო. მირჩევნია ასე დავტოვო.
ქვი, იცი რა, ფეხებზე მკიდია, მაინც არ ქორწინდები და თუ ვინმეს ვუყვარვარ, ასეთი გატეხილი ცხვირითაც ვიყვარები მეთქი. ასე რომ კარგად ვარ. რა თქმა უნდა, შენი შინაგანი სამყაროს გამო შეუყვარდები ვინმეს, დამეჯერე როგორც კაცს, რომელსაც ძალიან დიდი ცხვირი აქვს. იმედი არსებობს, ყველაფერი კარგადაა. არ ინერვიულო, ჩემი ცხვირი მრუდი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდია. არ ვიცი თუ შეგიმჩნევია ეს ძალიან დიდია. გამიგია ამის შესახებ, სმენია. სხვათა შორის მერაბ ახლახან ერთ ღონისძიებაზე ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად დაგინახე. მგონი საკმაოდ თბილად ეხუტებოდი. ვიფიქრე, იქნებ ესაა შენი მომავალი ცოლი მეთქი. ისე ჩანდა თითქოს არა, არასოდეს. ეგ არ იყო. მე კი მეგონა და უკვე მიხარობდა შენს გამო. ეგ არ არის ჩემი მომავალი ცოლი. არიელ, მისმინე, როცა საქმე ცოლს ეხება, მე ძალიან ძველი ყაიდის და ტრადიციული კაცი ვარ. გასაგებია. მაგრამ ახლა მარტო ხელა ვარ და ვფიქრობ, შემიძლია ცოტა გავერთო. ხომ ხვდები არა? რა თქმა უნდა, აი როგორც ტრადიციულ ქალს ვიპოვი, მერე მსგავს რაღაცებს ვეღარ ვიძამ. მაგრამ ის გოგო მასა კარგი იყო, მხიარული, საყვარელი. ამერიკა მაგარი ქვეყანაა. ბევრი ტკბილი და სექსუალური გოგო აქვს. America is a great country. Lot of sweet heart girls here. Yes. Can I ask? Okay, so ერთი რამ უნდა გკითხო, ცხვირი გაქვს დაზიანებული და რავზე უნდა გეჭიდავა. როგორ აპირებდი ამას 2 კვირის წინ გატეხილი ცხვირით, ჰერნისთან ნიღბით აპირებდი გამოსვლას? Were you going to compete with a mask against Henry? უნიღბოდ ვაპირებდი ჭიდაობას. თქვი, თუ ცხვირში მომხვდება, რა თქმა უნდა, მტკივნეული და მგრძნობიარე იქნება მეთქი. თუ რამეა, მე გავიკეთებ ნიღაბს, მაგრამ მტკივილს როგორმე გავუძლებდი. მაგრამ არ ვიცი, ჰენრის რა დაემართა, აწონის მერე გაქრა ტიპი. წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდა? არ იცი დაშავდა თუ ავად გახდა? აი რა მოხდა? ეს ჭიდაობის მატჩი 70 კილოგრამში იყო. მაინც მომიწია ვახშმის გამოტოვება, იმიტომ რომ ცოტა მეტი ვიყავი წონაში. ვახშამი რომ გამოვტოვე, ვეს დავიძინე კარგად. აწონვა დილის 8 საათზე იყო. სულ რაღაც 2-3 საათი მეძინა. ავიწონე, ზუსტად 155 ვიყავი. მერე კარგად ვისაუზმე და ვთქვი, ცოტა წაუძინებ მეთქი. როგორც კი ჩამეძინა დილის 10 თუ 11 საათისკენ მიერეკავი. ჰენრი ჩაეხსნა ახალ მეტოქეს გიძებნითო. პირველი ვინც შემომთავაზეთ, სახელი არ მახსოვს, 155 ფუტში ჩხუბობდა. დავთანხმდი, მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ ჩემო მეგობრებმა მითხრეს, ძმაო, შენ ჰენრისთვის ემზადებოდი. ეს ტიპები კი ნაღდი მოჭიდავეები არიანო. But my friends Arsen and my friend Wato, they told me, bro, like just you was training for Henry, like and then when I look, those guys are really. როგორც იცი, მე არ ვარ მოჭიდავე, მე კარგი MMA მოჭიდავე ვარ, მაგრამ ჩემი ბაზა ძიუდოა. MMA wrestler, but my background is judo, and wrestling has a different rules. They very low. ჭიდაობას სხვა წესები აქვს. ისინი ძალიან დაბლად განან, თითქმის იატაკს ეხებიან. სხვა წესებია, გარეთ გაყვანა და ეგეთები. სხვა სპორტია მოკლედ. It's a different sport, it's wrestling himself and anyways. მე არმაც სარუკიანი შემომთავაზეს, მაგრამ მაგას აზრი არ ჰქონდა. And then that matchup doesn't make sense. არმანს ჩემთანაც უნდა ჭიდაობა და იურაია ფეიბერთანაც. იურაიასთან თუ ჩაიხსნებოდა, უცნაური იქნებოდა. თან ჩემზე 2 წონი დიდია. ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არ დავთანხმდი. რაც არმანმა ლეგენდარულ იურაია ფეიბერს უკნა, იმედგაცრუებული დავრჩი ამით. არმანს ისე არ უნდა გადმოეგდო ის გალიიდან. იურაია ძალიან კარგი კაცია და მაგარი მებრძოლი. კიდევ უფრო მეტად ვცემ პატივს იმის გამო, როგორ შეხვდა ამ სიტუაციას. არ მომეწონა არმანმა რომ გადააგდო. ეს საჭირო არ იყო და არ უნდა მომხდარიყო.
should not happen. Okay, so there was a lot that you covered there that I ბევრი wanted to რამ ask თქვი you რისი about. კითხვაც მინდოდა. ჯერ ის მითხარი არმანთან ბრძოლაზე რომ დათანხმებული ყავ, ის მართლა აპირებდა იმავე საღამოს ორჯერ გამოსვლას, როგორც ჩანს მზად იყო ამისთვის. I guess კი, he was მზად ready to იყო. do it, yes. ნახე ვიდეო, სადაც ძალიან ახლოს მოვიდა შენთან და თითქოს გიწვევდა. არ გიგრძნია რომ გემუქრებოდა. ძალიან ახლოს იდგა, რას ფიქრობ? Not threatening you, but I never knew that there was any sort of this is pretty close here. What do you think? არა, სინამდვილეში ჯიგარია. ძალიან წყნარად და პატივისცემით მოვიდა. არანაირი აგრესია არ მიქრუწნია. ანუ თქვენ შორის მტრობა არ არის? არა, მსგავსი არაფერი. არმანთან კარგად ვარ, მაგარი მებრძოლია, ჩემი მეზობელია, სომეხია, თან საქართველოშია დაბადებული. ვიცით რომ ხშირად ჩამოდის საქართველოში, ჩვენ ნაღდი ძმები ვართ და მეზობლები. დიდ პატივს ვცემ იმას, რაც სპორტისთვის გააკეთა, მაგრამ აი ის აქციელი, იურაია ფეიბერი რომ გადააგდო, ეგ საჭირო ნამდვილად არ იყო. მაგრამ გამიცრუა იმედი და ამიტომაც ვამბობ ამას. Things like this, he throw out Uriah Faber. That was necessary, and I'm just I was disappointed, and I'm just saying because I was. სხვათა შორის არმანთან ჭუბი პირველად შემომთავაზეს. პირველად high reality grappling-ზე იყო შემოთავაზება, პირ-პირიანთან ბრძოლამდე. First time I got offer against Arman, that was high reality grappling. That was before my Picterians fight, and I'm not sure his name is also Arman. I think he's also from Armenia. მენეჯერმა მომწერა WhatsApp-ზე, სომხეთში უნდა ყოფილიყო ეგ მატჩი. უთხარი, იანთან ბრძოლის მერე მომწერე მეთქი. ჯერ UFC-ზე ვარ ფოკუსირებული და ახლა მაგაზე ფიქრი არ მინდა მეთქი. Text me after Picterian fight. I said I'm focusing for the UFC Picterian fight first, and after you can text me and we can talk about it. I don't want to think about now. And then after the fight, of course, ბრძოლის მერე კიცი მარკ ცუკერბერგთან ერთად ვიყავი ჰავაიზე დასასვენებლად. მე ილიასთან ერთად ესპანეთში წავიდი და საერთოდ დამავიწყდა ეგ ამბავი. მე მახსოვს არმანი შარა ბულეტს უნდა შეხვედროდა. ახალ წლამდე 4 დღით ადრე დამირეკეს. ისევ მენეჯერმა და მეკითხებიან, ჯერ კიდევ შეგიძლია გამოსვლაო. I was with Ilya and I got a call from the same guy Arman, his manager. 6 წუთიანი გრეპლინგის მატჩი იყო. ძალიან მინდოდა დათანხმება, იმიტომ რომ სულ 6 წუთი იყო და წესებით მხოლოდ საბის შენით იგებდი. 6-minute match a grappling match against Arman, and I wanted to do it so bad because it was only 6 minutes and submission only once. ყველამ ვიცით რომ არმანი ჩემზე უკეთესი მოჭიდავი და გრეპლერია. თან ჩემზე დიდია, მაგრამ ამ წესების გამო მეგონა რომ რამე შანსი მქონდა. Because of the rules I was gonna compete and I ვიფიქრე თუ ადამიანებს თავს ფრენ მაინც იქნება მეთქი. ცოტა განგსტერულად ვგრძნობდი თავს 3 დღით ადრე რომ თანხმდებოდი ბრძოლა შუა შვებულებიდან. The matchup will be draw and that will be such a little bit I was feeling a little gangster if I will take it in 3 days notice, especially I was in vacation. მეორე დღეს რომ მივედი დარბაზში სავაჯიჯოდ, მაგრამ როგორც კი დავიწყე, ჩემი ძველი ჭრილობა ისევ გაიხსნა. თან უბრალოდ შეუძლებელი იყო გაგრძელება და უარი უთხარი. ეს იყო პირველი შემოთავაზება, ეს ჭიდაობა კი მეორე იყო. მაგრამ ამჯერად როგორც გითხარი, დიდად არ მინდოდა, რადგან ჭიდაობის წესებია და არმანი სხვა ზონაშია. I don't really want it because it's a wrestling rules and Arman he's in different weight class. Okay, so this is in ანუ მომავალში არ განიხილევ მასთან ბრძოლას. არა, განსაკუთრებით იმის მერე, რაც ფეიბერს უკნა. არ მინდა მასთან ჭუბი, იმიტომ კი არა რომ მეშინია. Okay. უბრალოდ ჩემთანაც თუ ეგეთ რამეს გააკეთებს, მე ეს უკვე ნამდვილი ჭუბი იქნება და ჩვენ ერთმანეთთან ომი არ გვინდა. This is some kind of stuff against me, then it's a fight, and then we don't want to fight. Of course, I said I'm cool with him. კიდევ ვამბობ, მასთან კარგად ვარ. კარგი მებრძოლია და კარგი ბიჭია. უბრალოდ მასთან ჭუბი არ მინდა, ას ქუჩაში და ასე MMA-ში. Yeah, I don't want to fight against him, either street or either in MMA. ამ კვირას დაანონსდა, რომ ფრენკი ედგას ხვდები 30 მაისს დალასში. To me, this is sort of here it is.
ჩემთვის ეს ოცნების ბრძოლასავითა, ორივე ჩრდილო-აღმოსავლეთის ლეგენდები ხართ. შენ ნიუ-იორკს უკავშირდები, ის ნიუ-ჯერსის, თან ის ყოფილი ჩემპიონი, რას ნიშნავს შენთვის მასთან ჭიდაობა? And this feels like a dream matchup to see you two next to each other, and especially in wrestling. How do you feel about this matchup? What does this mean to you? Like I'm so honored to ჩემთვის უდიდესი პატივია ფრენკი ედგართან ჭიდაობის მატჩი. when Frankie Edgar dropped როცა ფრენკი ჩვენს ზონაში 135 პუნქტში ჩამოვიდა, სიმართლე გითხრა, მასთან ჩხუბი არასდროს მინდოდა. We was in same weight class, and to be honest, I never wanted to fight against. ის ისეთი ლეგენდაა, იმდენად დიდ პატივს სცემ, კარგი მამაა, ვიცი მისი შვილების ჭიდაობენ. თავად ნამდვილი ლეგენდა და დიდი პიროვნებაა. I'm sure his son wrestling too, but does wrestling, and he's like. მაგრამ რადგან რალფზე ჩემი ბრძოლა ჩაიშალა, ჭიდაობა ძალიან მინდოდა. But because of I got my matchup in RAF got canceled. I wanted to wrestle so bad, like I don't. რაფი საუკეთესო ორგანიზაციაა და მინდოდა იქ დებიუტი. შემომთავაზეს ფრენკი ედგარი და რა თქმა უნდა დავთანხმდი. Because this is the best wrestling organization of course in the world, and I really want to match up, and they offered me Frankie Edgar, and of course I said yes. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მასთან MMA-ში არასდროს ვიჩხუბებდი, მაგრამ ეს ჭიდაობის მატჩი გამოწვევა. And then like I said, I don't want to fight against him, never want to fight against him like legend like himself. ის ნამდვილი მოჭიდავია, მე კი უფრო MMA მოჭიდავია და ძიუდოისტი ვარ. საინტერესოა რას ვიზამ ჭიდაობაში ასეთ ლეგენდასთან. And I'm a more MMA wrestler and judo guy, so and it's gonna be good matchup. Interesting. I'm also interested how I can do it in wrestling and against legend like Frankie. Yeah. I think it's a really fun matchup. These are the types of matchups. ჰენრის ახუდოსან ბრძოლა ისევ გინდა? კვლავ ცდილობა მას. Is that something you're still pursuing? Actually, I do wanna, but oh shit. Uh-oh. You're gonna move this one. All of them are gonna fall. Yeah, no, it's good. My chair. So okay. ჰენრისაც შეეხება, თუ ჯანმრთელად იქნება, მასთან ჭიდაობა ძალიან მინდა. იურაია ფეიბერმა მითხრა, ალბათ ოჯახური პრობლემები აქვსო. Uriah Faber told me he must have some family problem because how he left, like he. იმიტომ რომ როგორც კი თქვა, ტრამვა მოაქვსო, ეგრევე არიზონაში წავიდა. He go back to Arizona, and I mean he has a family, and Uriah Faber said maybe he's some family. ჩვენ შეგვეშინა რამე ხომად დაემართა მეთქი და ამიტომაც ვიყავი ჩუმად, პატივის ცემის გამო. მაგრამ მე სხვა ინტერვიუში თქვა, ვიგრძენი რომ დავშავდებოდიო. ეგ ცოტა უცნაურია. He said he felt he was gonna get injured, which is weird. So I'm not sure. მოკლედ, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ სიამოვნებით ვეჭიდავებოდი. I saw him speaking to you in ნახე ამ რუსულად გელაპარაკებოდა, გაგაღიზიანა მან. არ მომწონს ეგ, ის ესპანურად ლაპარაკობს, მე ქართულად, ამერიკაში ვცხოვრობ, აქ რუსული რა შემჭირდება? And I speak Georgian, so why? And then we live in America, so why we need the Russian here, you know? Do you think he knew? შენი აზრით, ისტორია იცოდა თუ გულუბრტყვილოდ ეგონა რომ რუსულად ლაპარაკობ, იქნებ შენს გაღიზიანებას ცდილობდა? He was trying to annoy you? I'm not sure. არ ვიცი, ის საკუთარ თავს ქრინჯს ეძახის და ხო, მართლა უხერხული მომენტი იყო. That was his cringy moment there. პირველად შეიძლება არ იცოდა, მაგრამ მეორე როცა უკვე გავბრაზდი და მაინც რუსულად აგრძელებდა. რატომ? მე რუსი არ ვარ თმაო. That was he still talk to me RAF like Russian, but like why? And then ზოგჯერ ძალიან ბრაზდები, როცა ყველა კავკასიელს რუსებს ეძახიან. ისინი რუსები არ არიან. ხალხი სხვადასხვა. These Caucasian people are Russian, but they're not Russian, you know. Yes, they're not. Russian people are different. Even Russian people don't call these Caucasian people like Chechen people or people from Dagestan. თვითონ რუსებიც კი მოსკოვში ან ცენტრალურ რუსეთში კავკასიელებს, მაგალითად ჩეჩნებს, დაღესტნელებს, ოსებს რუსებად არ თვლიან. მათ შავ ტრაკებს ეძახიან. People from Moscow or like central Russia, they don't consider them as Russians. They call them black ass, Chornizhok. So they don't even Russian don't. თვითონ რუსები არ ეძახიან მათ რუსებს და აქ ამერიკაში ყველას რუსებად მოიხსენიებენ. In America, they all call this great fight. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ოსეთიდან, ინგუშეთიდან თუ ყაბარდო-ბალყარეთიდან არიან. Dagestan, Ossetia,
like I said, Ingushetia and Kabartnia-Balkaria and all ეს these პატარა ქვეყნები და countries, რეგიონებია, like მათ თავისი იდენტობა აქვს. Earlier, I liked how you just ძალიან said about მომეწონა. communication ასე with Mark უბრალოდ რომ თქვი, Zuckerberg. მარკ ცუკერბერგთან ერთად ვიყავი შვებულებაშია. თითქოს არაფერი ისეთი ჩვეულებრივი ამბავია. რა Unbelievable. ცხოვრება გაქვს დაუჯერებელია მერამ. შეხედე ამათ, შენ ჰანტერი და მარკ ცუკერბერგი სად იყავით ერთად? yeah. დიახ, მარკი დიდი ხანია მიპატიჟებოდა. პიოტრიანთან ბრძოლის მერე ცოტა თავისუფალით რომ მქონდა და დასვენება მინდოდა. Some time, and I was gonna take some time off, and then right after Peter's იანის fight, ბრძოლის week კვირის after, მერე გიგას ჩხუბი იყო. მე და ალჯო ჩავედით ცუკერბერგთან და მასთან ერთად ვარჯიშობდით. Me and Aljo go to Zuckerberg, and we were training with him, and I was გავოცდი, trying ისე to მაგრად know ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, გექნება ნანახი ვიდეო, მე და ისე გვჭიდავ. I'm sure you see the me and him sparring, like Yes. მართლა ყოველ დღე ვარჯიშობს, დილის 7 საათზე დგება. every day wake up like 7 მე დილის 7 a.m. საათზე and არათუს train. მივარჯიშია ძმაო, ის კი ვარჯიშობს. He does. Would you like to see him იცურვებდი მის ხილოს Do you think რომელიმე he could do a ტურნირზე, jiu-jitsu როგორ match ფიქრობ, შეიძლება or- ჯიუ-ჯიტსუს მატჩი ან MMA-ში გამოსვლას? MMA, I think amateur MMA he can do pretty well. Wow, wow. You think he will? Yes. აბსოლუტურად მგონია, რომ სამოყვარულო MMA-ში ძალიან კარგად იჩხუბებს. ნამდვილად. არ ვამბობ, რომ შავი ქამარი შავ ქამარს დააჯახონ მეთქი, მაგრამ ვინმე მის დონესთან რომ დააყენონ, დარწმუნებული ვარ მოიგებ. კარგი კარდიო აქვს, არ ჩერდება. ნამდვილი მანქანა. He's also has a good cardio, and then he's also not stop, and then he's also known as a machine, Yeah. ეს ტიპი რასაც აკეთებს, ყველაფერში ბოლომდე იხარჯება. დარწმუნებული ვარ, კომპიუტერთანაც ბევრს მუშაობს, მაგრამ ფიზიკურადაც სულ მოძრაობაშია. Like even physically, he's just keep going. He all wanna always. სულ სწავლა უნდა, ბევრ კითხვას სვამს. ეს ძალიან მომწონს და სიმართლე გითხრა, მისგან შთაგონებას კი მივიღე. ამ ტიპს საერთოდ ასჭირდება MMA-ში ვარჯიში და ასეთი წვალება, მაგრამ მაინც აკეთებს. Like work like that, but he does. Takes a machine to know. მანქანამ იცის მანქანის პასი. შენ ხარ ნამდვილი მანქანა. წარმოიდგინე ის ბიჭი, რომელმაც 6 წლის წინ მშენებლობას თავი დაანება. ვინმესო მეთქვა, მარკ ცუკერბერგთან ერთად ივარჯიშებო. დაუჯერებელი ცხოვრება გაქვს მე და ცოტა ხნის წინ დაპოსტე კიდევ ამ 6 წლის იუბილეზე. This guy, you posted this 6-year რა სიტყვი anniversary მაშინ ეს რომ გწოდონ და just a few weeks back. Imagine telling that guy you'd be hanging with Mark Zuckerberg. ვერასდროს ვერც კი ვიოცნებებდი ამაზე. 2 წლის წინაც კი 2024-ში, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემპიონი და მხოლოდ ქამრისთვის ჩხუბი მინდოდა. Like when 2024 I was not champion, and I just want to fight for the belt, and then my ჩემი ოცნება იყო ერთხელ მაინც მომეგო. მე კი უკვე სამჯერ დავიცავი ტიტული. one time I defended also 3 times, so ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ჯერ არ დავსრულებულ ვარ. კიდევ უფრო უკეთესი მინდა გავხდე. I'm only getting better. Have you დროის მონაკვეთი თუ გითხრას, როდის შედგება ბრძოლა? maybe a month? როგორც ვიცი, პიოტრიანთან It ტრილოგია sounds like you იგეგმება. believe გაქვს რაიმე წარმოდგენა, told როდის that it's მოხდება gonna be ეს? beyond trilogy. Do you have any sort of idea when it's going to happen? Yes, დეკემბერში იანთან ბრძოლის მერე ჰანტერი მოვიდა ჩემს after party-ზე. ძალიან თბილად და პატივისცემით დამეელაპარაკა. Hunter did came my after party. მითხრა, რამდენი დროც გინდა აიღე გამოჯანმრთელი და როცა მზად იქნები დამერეკე. He was very nice and respect and everything, and he did told me take much as time you want. შენსა და იანს შორის ტრილოგია იქნებაო. მადლობა გადაუხადე. მე იყო შვებულება ცუკერბერგთან, ესპანეთში ილიასთან ოჯახთან ერთად ვიყავი. And I said thank you so much, and okay, I will, and then of course, and then I go in Hawaii with Zuckerberg, I go in Spain with Ilya, I go my country, see my family, and when I ერთი თვის come მე back, დაურეკე და ვარჯიში დავიწყე, მაგრამ პიოტრს პატარა ოპერაცია დასჭირდა ზურგზე და ყველაფერი შეიცვალა. and then they started working, but of course, and then Peter did some small surgery on his back, and that's everything changed after that. I was hoping to get fight before. იმედი მქონდა, რომ თეთრი სახლის ქადამდე ვიჩხუბებდი, რადგან UFC-მ გვითხა, რომ ჩვენი ბრძოლა იქ დიდი ალბათობით არ მოხდებოდა. მეგონა მაისში ვიჩხუბებ, მაგრამ ახლა ხვდები, რომ ალბათ აგვისტოში მოგვიწევს. ივლისში რომ ყოფილიყო, უკვე დაგვირეკავდნენ. So, and then I don't want to move, but now we all know. I mean, now I'm guessing our fight maybe hopefully in რადგან ახლა ჩემპიონი არ ვარ, მე ამას რადგან ახლა ჩემპიონი არ ვარ, მე ვერ ვკარნახობ დროს. ახლა პიოტრია ჩემპიონია და ეს მისი არჩევანია, როდის დაბრუნდება. Maybe they're pushing in August, so but
whenever I'm ready now, I'm not champion, and I can call, I can push when, especially Peter has a belt, and that's his choice when he want to come back. When I was champion, yes, I was telling you. როცა მე ვიყავი ჩემპიონი, UFC-ს ვეხვეწებოდი, რაც შეიძლება მალე მომესიც ბრძოლა მეთქი, ვინც საუკეთესო პრეტენდენტია, იმასთან მაჩხუბე თქო. ჩხუბიდან 2 თვეში ისევ ვიჩხუბე. შენ შოუში რომ ვიყავი, მაშინაც ვუთხარი, დეკემბერში მზად ვარ მეთქი. Yeah, so like I said, like when I was your show, I tell them, hey, I'm ready, even if you guys give me fight in December, so they know my intent. მათ იციან ჩემი პასუხი, ასე რომ აღარც მეკითხებიან ხოლმე. პირდაპირ დებენ სოციალურ ქსელებში და ანონსებენ. აი ასე მუშაობს UFC. რაც შეეხება თეთრის სახლის კარტს, როგორ ფიქრობ, ვინ მოიგებს, ომალი თუ ზაჰაბი? ზაჰაბი მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა, შონ ომალის მხარეს ვარ. გონია რომ შონი მოიგებს ამ ბრძოლას, რადგან ნოკაუტის ძალა აქვს. We'll win this fight because yeah, he's where he has a good knockout power, and I ფიქრობთ გომში იჩხუბებენ. ზაჰაბი არ არის ისეთი კარგი მოჭიდავე, როგორიც მე. ასე რომ გონია შონ ომალი მოიგებს. like me, and MMA wrestler, I would say. I'm not a wrestler, so I'm Yeah, a yeah. wrestler like me, and I think Sean O'Malley will die. მომწონს რომ ამბობ, რა თქმა უნდა, ომალის გულშემატკივრობამ. ბევრს გაუკვირდა, რატომ? Why, of course? No, I love him. ახლა მიყვას ის. ადრე უფრო მეტად მიყვას ვიდრე ადრე. ადრეს მიყვარდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ალჯოზე დასიტყვე, იქ იყავი ამ უქმეებზე და საოცრად გამოიყურებოდა, რა. დაუჯერებელი იყო, ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის ვამბობ, ის ჩემი უფროსი ძმასავითაა. Like just a little bit older than me, and he's bigger than me. Like ჩემზე ცოტათი დიდია, ასაკითაც და ზომითაც. ის ყოველთვის ჩემზე უკეთესი იყო. was better than me as a fighter, as a wrestler, and I'm so proud of him. And მისი ძალიან ვამოყობ და მიხარი რომ კიდევ ერთხელ ყველამ ნახა მისი ძალიან ძლიერი დონე, ძალიან ძლიერ მეტოქესთან იუსუფ ზალალთან. his performance against very top prospect Zalal. Yes, Yusuf Zalal. I keep ყოველ დღე talking every მხვდება time ეგ you ვიდეო come და on სულ my feed, I ვუყურებ. watch ის it. ფეხის გამოდება რომ The გაუკეთა, foot sweep. საოცრად სუფთა და That ლამაზი foot sweep მომენტი that he იყო. did as they were standing, that was slick as hell. I wish we could show it. It was beautiful. That was amazing. იახ, ეგ იყო საოცრება. აჯოს ისეთი რაღაცები შეუძლია, რაც ყველამ ნახეთ. სტრაიკინგშიც კი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. როცა კი მოუნდებოდა მისი დაგდება, მაშინვე აკეთებდა ამას. სიმართლე გითხრათ, ის იაჩვენა ყველაფერი თითქოს ძალიან ადვილი ყოფილიყო. ვინ მოიგებს, ალჯო თუ ვოლკანოვსკი? ეგ რთული კითხვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ძმა ალჯო. გასაგებია, მეგობარია და სხვაგვარად ვეც სიტყვი. არა, საქმე იმაშია, რომ აი როცა ჩემი ძმა ილია თოფურია ჭხუბებოდა ალექსანდრე ვოლკანოვსკის, სიმართლე გითხრა, ეგ ჭხუბი საერთოდ არ მინდოდა. რა თქმა უნდა, მინდოდა ჩემს ძმას ილიას მოეგო ქამარი, მაგრამ ამავე დროს ალექს ვოლკანოვსკის ძალიან მიყვარს. მაგრამ ახლა როცა ის ჩემს მეორე ძმას ალჯამაინ სტერლინგს ხვდება, რა თქმა უნდა, ალჯომ უნდა მოიგოს მეორე ქამარი. მას ეს ჭირდება და მოიგებს კიდეს. ვოლკანოვსკის უკვე საკმარისი აქვს გაკეთებული. ის ისედაც კარგადაა უკვე. ილიაზე რომ ვსაუბრობდით, გასულ კვირას ვყავდა შოუში და ვკითხე იმ პერიოდზე, როცა წლის დასაწყისში მასთან ჩახვედი. მას მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა და ძალიან მომეწონა რაც შენზე თქვა. მინდა ჩავთუ ეს მონაკვეთი და შენი რეაქცია მოვისმინო. მან უბრალოდ ამირეკა, იცოდა რომ პირადული პრობლემები მქონდა და ერთ დღეს მითხრა, მისმინე, მინდა შენთან ვიყო, რამდენიმე დღე თუ კვირა შენთან გავატარო და მხარი დაგიჭირაო. ერთად ვივარჯიშეთ, ის მოვიდა როგორც ნამდვილი ძმა. ყველა მისცეს ჩვენი ურთიერთობა, პატივსცემდა მიყვარს როგორც საკუთარი ძმა. რა მაგარი მეგობარი ხარ მერაბ, ძალიან ლამაზი საქციელი იყო. მასლა, დიდი მადლობა. ჩვენ ოჯახი ვართ და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ილია. თქვენ არ იცით ის დიდებული მებრძოლია, მაგრამ 10 ჯერ უკეთესი ადამიანია.
საოცარი მეგობარია და საოცარი პიროვნება. great friend, a great, ის მართლა ჩემი ძმა და ძალიან ვამაყობ მისით. he's really my brother and I'm proud of him. You do have Merab, მერაბ, ყველას უყვარხარ, ყველა ძმასავიდ უყვარხარ, მაგრამ ნახე ეს ვიდეო, შენამოებზე რომ დაძვრები. when you climb the ძალიან მანერიულია. არ შეიძლება ასეთ რაღაცების კეთება. რატომ შვები ამას? can't do this. Why you have too much to lose. ზედმეტად ბევრი გაქვს დასაკარგი. ცხოვრების პიკში ხარ, ცოლი უნდა მოიყვანო, შვილები გეყოლოს, ოჯახი გაზარდო. Life. You have babies to make. You have a woman to marry. You have a family to grow. მე ორი ძმა მყავს და მათ უკვე ყავთ შვილები, ასე რომ ყველაფერი რიგზია. It's okay. მე არ ვაპირებ შეცვლას, ვინც ვარ, ის ვარ. მაინც აუძვრები ყველგან და მაინც გავაკეთებ გიჟურ რაღაცებს. Who I am, I'm still შეხედეთ ამას, შეხედეთ, ნამდვილი ადამიანიობა ხარ. პირდაპირ მოაჯზე დგა ხარ. Oh, on that, on the railing. დიახ, ეს ჩვეულებრივი დღეა ჩემთვის. უბრალოდ ინსტინქტია ასეთი. it's my instinct, Well, that's აი ამიტომაც გვიყვარხარ მერაბ. გილოცავ ამ მატჩის დანიშვნას. match very much. ძალიან მაგარი ხარია 30 მაისს დალასში. შენი მეგობარი კრის ვაიდმანიც იქა, კოლბი კოვნინგტონის წინააღმდეგ, გეიბლ სტივენსონიც, არმანიც მაგარი ბრძოლებია. Colby Covington, Gable Stevenson on there. This Armin's on there too. This is great matchup. Yes, Chris კრის ვაიდმანი ჩემი ძმა და მენტორია. იმ ტიპთაგანია, ვისაც გულშემატკივრობდი, როცა MMA-ის კარიერას ვიწყებდი Long Island-ზე. career. When I started training in Long Island, and but კიდევ ერთი მეგობარი მყავს იქ, გივი მაჭარაშვილი, თუ არ იცნობთ, გაიცანით. ოლიმპიური ვესლის პრიზიორია და იმედია მოიგებს. მოკლედ, მე და გივი საქართველოს წარმოუადგენთ, კრისი ამერიკას და Long Island-ს. კარგი სანახაობა იქნება.